თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ მორიგი ევროპული ინვესტიციის დადასტურებაზე საქართველოში, ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ. ეს ბჭყალებში სამწუხარო ინფორმაცია მათთვის, ვინც თulis რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის, დიახ, ევროპული ინვესტიცია დაადასტურა კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაცია, რომელიც შეეხება Georgia Capitals და ნიდერლანდური კომპანიის უკვე ახალ პარტნიორობას. ეს არის ჯამურად ეგრეთ წოდებულ გროს 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ინვესტიცია ევროკავშირიდან, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ლუდის წარმოების ნაწილში ევროკავშირიდან დღეს საქართველოშია საბოლოოდ გუშინ კონკურენციის სააგენტომ ეს ყველაფერი დაადასტურა. კიდევ ერთხელ აქ ვხედავთ ჩვენ ინვესტიციების მაჩვენებლებს, რომელიც საქართველოში შემოდის, მათ შორის რა თქმა უნდა ევროკავშირი ლიდერობს, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. გადავინაცვლოთ შემდგომ ნაწილზე, ამ შემთხვევაში უკვე ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებულ ვითარებაზე, რომელიც კონკურენციის სააგენტოს პირდაპირ რეგულირების ნაწილია, შეიძლება ასე ითქვას, და შევხედოთ საწვავთან დაკავშირებულ საკითხს ინფლაციურ ჭრილში. გამოქვეყნდა ბოლო მაჩვენებლები ინფლაციასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვხედავთ კლების ტენდენციას, ანუ ინფლაციას საერთო ფასებიდან გამომდინარე, როგორც წლიურ ისე თვის ჭრილში ვხედავთ, რომ საწვავის ფასზე შემცირებიდან გამომდინარე ინფლაციური კლება ამ ფაქტითაც არის დაფიქსირებული. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვნახოთ წლიური ჭრილის ნაწილიც და აქაც კიდევ ერთხელ დაფიქსირებულია საწვავის ფასის კლების ტენდენცია. რატომ ვახსენე აქ განსაკუთრებით კონკურენციის სააგენტო, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ვთვლი, რომ ბიზნესი უნდა იყოს სრულად თავისუფალი, მაგრამ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში აქვს პოზიტიური რეგულირების ნაწილი კონკურენციის სააგენტოს მხრიდან. ჩვენ არაერთხელ გვინახავს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ხშირად, როდესაც ჩდება გარკვეული ეჭვი, მათ შორის საწვავის ფასებთან, მედიკამენტების ფასებთან და ასე შემდეგ, ხშირად იწყებს ჩარევას. მოდით შევხედოთ ახლა და ეს ფაქტიურად ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, რა ხდება საწვავის ბაზარზე ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება და ყველა ტიპის საწვავს მოვიხილავთ. ამ შემთხვევაში ვხედავთ რეგულარის მარკის საწვავს, აქაც არის მოგეხსენებათ მცირე კლების ტენდენცია, აუცილებლად მინდა შევხედოთ მუქ ლურჯ დიაგრამას, რომელიც ამ შემთხვევაში არის მცირე ქსელების სეგმენტი, როგორც წესი მცირე ქსელების სეგმენტი და შემდგომ დიაგრამებზე ვნახავთ უფრო სწრაფად და ეფექტურად რეაგირებენ ხოლმე ამ ნაწილზე. შემდგომი დიაგრამა, სადაც მეორე ტიპის საწვავს ავიღებთ, რეგულარი როგორც წესი ყველაზე მოთხოვნადია, თუმცა არის პრემიუმის მარკის საწვავი, აქაც ვხედავთ მცირე ქსელების სეგმენტის ნაწილში მეტ კლებას და კიდევ ერთი თუ შეიძლება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიზელის ტიპის საწვავზე, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, ამ ნაწილშიც კლების ტენდენცია არის როგორც აქ ვხედავთ და ამ შემთხვევაში საინტერესოა რომ როგორც მცირე ქსელები ისე ბრენდული ნაწილი დაახლოებით უნისონში ხდება ეს კლების ტენდენცია. ანუ როგორც შევხედეთ, ყველა ტიპის საწვავზე არის ფასები შემცირებული ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე. თუმცა კიდევ ერთხელ ხშირად ქართული წყაროები არ უყვართ ხოლმე ბოლო პერიოდში ბიზნეს ინსაიდერიდან დავიწყეთ ჩვენ აქტიურად უცხოური წყაროების გამოყენება, მათ შორის არის ნუმბეო, რომელიც აფასებს საწვავის ფასებს მთელს მსოფლიოში, თუ შეიძლება ბოლო სლაიდი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ საქართველო არის 97 ქვეყნას მე-60-71 ადგილზე, ანუ 60-71, იმიტომ რომ აქ ვართ სამხრეთ კორეასთან ერთად წარმოდგენილები, საქართველოსზე უფრო მეტად ძვირია, ასე ვთქვათ, საწვავი ჩვენს გარშემო თურქეთში, კანდიდატ ქვეყნებში ამ შემთხვევაში ვურწყოთ მოლდოვას, უკრაინას, ჩვენს მეზობელ სომხეთს, არა კანდიდატ ქვეყანას, მაგრამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანაში. საქართველოსზე იაფი საწვავი ჩვენს გარშემო არის მხოლოდ გასაგებია აზერბაიჯანში და რუსეთში. ვხედავთ კიდევ ერთხელ საწვავის საკმაოდ კონკურენტულ ფასს საქართველოში, რომელიც არის და სწორედ ეს ხდება იმ სწორი შესყიდვებიდან გამომდინარე, შემდგომ რეგულირებიდან გამომდინარე, რომელიც არის წარმოდგენილი. თუმცა ამ და სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ კონცენტრაციის ნაწილზე, რომელიც შეეხება ევროპული ინვესტიციის შემოსვლას საქართველოში, ბატონი ირაკლი ლეფინაძესთან, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან განვაგრძობთ საუბარს. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მადლობა მობრძანებისათვის. მოკლედ, ბოლო ინფორმაცია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა ნიდერლანდების კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით და ჯიკაპთან პარტნიორობაზე, თუ შეიძლება ამის შესახებ ვისაუბროთ. მოგესალმებით, ბატონ გეორგი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გქონდათ, წარმოდგენილი და მოგესალმებით, მოგვიანებითაც მიუბრუნდებით. რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, ჩვენ დაახლოებით ერთი თვეა, რაც შემოგვივიდა განაცხადი საქართველოში ლუდის ერთ-ერთი მსხვილი წარმოებელში ინვესტირების შესახებ, ისეთი ევროკავშირში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლისგან, როგორც არის Royal Swinkelsy და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი მათ შორის საქართველოში, რომელსაც ის ფლობს, არის ბავარია და ჩვენ ერთი თვის განმავლობაში სწავლობდით აღნიშნული გარიგების კონკურენტულ გარემოსთან თავისებადობის საკითხს, შევისწავლეთ
ლუდის ბაზარი, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი, ასევე ყავის იმპორტის ბაზარი, რადგანაც ეს ჯგუფი შემოდის ამ სამი მიმართულებით საქართველოში. ვფიქრობ, ქართული ბაზრისთვის ძალიან საინტერესო და დინამიური პროცესია, არა მარტო იმ კუთხით, რომ ინვესტიცია შემოდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლისგან, არამედ ეს მიუთითებს, რომ საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებით დინამიურად ვითარდება და ის საინტერესოა სოფლიოში მსხვილი მწარმოებლებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარიგება ძალიან ბევრ საკითხს დაუდევს სათავეს და უფრო მეტ კონკურენციას უნდა ველოდოთ ჩვენ თუნდაც ლუდის ბაზარზე, იმიტომ რომ საქართველოში არის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან და ჩვენ მოკლედ წადავართ, რომ ამ ბაზარზე აქტიურად მხარი დაუჭიროთ ამ პროცესს და რაც თავარია, შევხედოთ ამ პროცესების გავლენას კონკურენტულ გარემოზე. შვენიერია. ბატონო ირაკლი, ჩვენ საუბრობდით საწვავის ბაზარზე, რომელიც მუდმივად აქტუალური საკითხია ხოლმე, სეზონურობა არ აქვს ფაქტიურად ამ საკითხს, ყველა საინტერესებს საწვავის ფასები და არაერთხელ არის ხოლმე თქვენსკენ მომართვა, იქნება ეს საჯარო განცხადები თუ არა საჯაროდ. რა მდგომარეობა გვაქვს ამ პერიოდისათვის, რა მოლოდინებია ასევე შემცირების კლების ტენდენცია ვნახეთ, მაგრამ უნდა რომ ყველა სწორს კითხვა შენგო მოლოდინებთან დაკავშირებით. კი, ეს საინტერესოა, რამდენიმე ტენდენციას გაუსვამ ხას, წელს მოხმარება საწვავის მიმართულებით არის გაზრდილი, თქვენც აღნიშნეთ, რომ რეგულარი არის ყველაზე მოთხოვნადი საწვავი, მთელი წლის თუ შევხედავთ, რუსეთთან იმპორტი არის შემცირებული, იმიტომ რომ ის უპირატესობა რაც წინა წლებში უკვე აღარ არის, გაზრდილია იმპორტი ბულგარეთიდან, სტაბილურია რუმინეთიდან და შემოდის ახალი ქვეყანა, ეს არის თურქეთი, რომელიც ამ 4 წელს მთლიანობაში ასრულებს. ანუ ბოლო პერიოდში და კი, ბოლო პერიოდში ამ კუთხით თურქეთიდან არის მნიშვნელოვნად გაზრდილი საწვავის იმპორტი. ფასების დინამიკა თქვენს გქონდათ მთელი წრილში, მცირე სეგმენტი ეს არის დაახლოებით 40% მთელი ბაზრის მცირე ქსელები, სადაც საწვავი დაახლოებით პატარა მაჩვენებელი არ არის. არა, საკმაოდ ისეთი 40 მერყეობს 40-35%-იან ჭრილში. ეს არის სადღაც 30-35 თეთრიანი სხვაობა სულ ქსელებთან მიმართებაში, თუმცა თუ ჩვენ ვნახავთ ზოგიერთ ქსელს, არ მინდა ხა კონკრეტული კომპანია დავასახელო, მათაც საკმაოდ ისეთი კონკურენტული ფასი აქვს ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით სააქციო დღეებში თუ შევხედავთ, თითქმის უტოლდება ის მცირე ქსელებში დაფიქსირებულ ფასებს. ჩვენ ბევრი გვისაუბრია, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ორი მთავარი ფაქტორი, სოფლიო ფასი, რომელიც ბოლო წლებში, ბოლო პერიოდში საკმაოდ სტაბილურია და განსაკუთრებით ამერიკაში არჩევნების შედეგების შემდეგ ის დაახლოებით $70 მაჩვენებლის ფარგლებშია ბრენტის ტიპის ნავთობზე და თუ ფიჩის პროგნოზს დაუჯერებთ, მომავალ წელსაც მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია, რომ ის არა თუ გაიზრდება, არამედ შეიძლება 10%-იან 15%-ის ფარგლებში შეიძლება კლების ტენდენციითაც კი დაფიქსირდეს, ეს უკავშირდება იმ პოლიტიკას, რომელსაც ალბათ ახალი ადმინისტრაცია გაატარებს და მეორე ფაქტორი ადგილობრივი ვალუტის კურსი. და მიუხედავად რთული პერიოდების აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ კურსი სტაბილურია და უნდა აღნიშნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის გონივრული ინტერვენციების პოლიტიკა, იმიტომ რომ მან ის მოკლევადიანი შოკები, რომელიც ამ პროცესების გამო, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში აბსოლუტურად წარმატებით იქნა განეიტრალებული და დღეს ჩვენ გვაქვს სტაბილური კურსი. ამ ორი ფაქტორის ჯამის შედეგად ჩვენ ბოლო პერიოდში გვაქვს საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ბენზინის ფასთან მიმართებაში და ბოლო ანალიზის საფუძველზეც თუ ეს პირობები იქნება შენარჩუნებული იმ ფონზე, რომ მოხმარებაც მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ ის მაინც სტაბილურია, ჩვენ უნდა ველოდოთ ასევე გარკვეულწილად კლების მიმართულებითაც გარკვეულ ნაბიჯებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა მომავალი წელი მიუხედავად რომ ფიჩი აკეთებს საკმაოდ დამაიმდებელ პროგნოზს, მაინც სოფლიოში ბევრი პროცესი მიმდინარეობს და რთულია რაიმეს თქვა, მაგრამ ამ მოვლენების ერთობლივი ანალიზის პროგნოზი ესეთია პოზიტიური. შედეგად, რაც შეეხება კონკურენციას, ეხლა ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ ფასებს, განსხვავებულ აქციებს, სხვადასხვა ქსელებთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი კონკურენციას მცირე ქსელების ნაწილიც დაზეწოლას ამ კუთხით ახდენს. მონიტორინგი ჩვენი უწყების მიერ მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა და ეს ასახულია კვარტალურ ანგარიშებში, მომავალ წელსაც გაგრძელდება, რომ ფასნამატები კომპანიებს შორის აქტიური კონკურენციის პროცესი ჩვენს მიერ იყოს სწორად დანახული და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ პირველ რასაც ვაკეთებთ არის კითხვები კომპანიებთან თუ რას უკავშირდება თუ ესა თუ ის ცვლილება ბაზარზე და განმარტებების შესაბამისად ვიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ დღეს გვაქვს სტაბილური ვითარება, დაველოდოთ მომავალ წელს გარე ფაქტორებზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ასევე
კურსის ეფექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ბოლო პერიოდმაც გვანახა, რომ ამ კუთხით ჩვენ საკმაოდ ისეთი გონივრული ინტერვენციების შედეგად საკმაოდ პოზიტიური და მართული პროცესი გვაქვს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ ბოლოსკენ მომხმარებლის უფლებების ნაწილზე. ეთერში შემოსვლამდეც ვიცი, რომ აქ ყოფი ახიფოთებული მომხმარებლებით უბრალოდ გარკვეული კითხვებით მოგმართავდნენ. რამდენად, ასე ვთქვათ, პოზიტიური იყო წელი, ვინაიდან ეს საკმაოდ აქტიური იყო, მათ შორის თქვენი ჯილდო კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის ჯილდო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. კი, მეორე სრული წელია, რაც ამ კუთხით ჩვენ მუშაობთ, წელს 1000 გადააჭარბა უკვე განხილული განაცხადების რაოდენობამ და ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რაც მინდა აღვნიშნო, რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ, ეს იყო გაიდლაინი ფასების მითითებასთან დაკავშირებით, აი ხშირად განგვიხილია იმედის ეთერშიც, სხვა ეთერებშიც, რომ ფასის მითითება სოციალურ ქსელებში, მენიუებში, სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქ კარგად არის აღწერილი, მოკლედ, როგორ უნდა იყოს ფასტაკლების დროს მითითება ფასის, როგორ უნდა იყოს ფასი მენიუში წარმოდგენილი, როგორ უნდა იყოს დაუშვათ სოციალურ ქსელში ფასი წარმოდგენილი და ესე შემდეგ. ჯამში თუ მთელ წელს შევხედავთ ონლაინ განაცხადებია უმრავლესობა, რაზეც გვიწევს რეაგირება, ანუ ონლაინ ვაჭრობას ეხება, იმიტომ რომ ეს ყველაზე აქტუალური თემებია, როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში და ტანსაცმლით და ტექნიკით ვაჭრობა. ეს არის გამორჩეული სექტორები, კი, რომელზეც თუმცა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგმართოს და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად ჩართულობას, მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს აქტიურად დაცული და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ მოვაჭრეს, ძალიან ბევრ მომხმარებელს, ვისაც აქვს გამოცდილება ჩვენთან ურთიერთობის, საკმაოდ ისეთი სარგებლიანი შედეგი აქვს ამ კუთხით, შემიძლია თქვა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და სულ ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, ხა თქვენი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის კონკურენციის პოლიტიკა, ბუნებრივია და აგერ ჩდება ასე ვთქვათ გარკვეული და მიმდინარეობს გარკვეული საუბრები თავისუფალ ბიზნესთან დაკავშირებით და ამ კუთხით როგორ ვაკვირდებით ვითარებას. მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მინდოდა რამდენიმე სიტყვაც მეთქვა ამასთან დაკავშირებით. მე მინდა მხარი დავუჭირო ყველა იმ ბიზნესს, რომლებიც აი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც პლატფორმები გამოჩნდა, სადაც თითქოს აი რაღაცა ის თავისუფალი ბიზნესის იდეით ხდება მიწოდება მომხმარებლისთვის ამ ნაწილის და ბიზნესი რო საქართველოს თავისუფალი ამას ყველა გრძნობს და თვითონ ბიზნესმენები საუბრობენ ამაზე. ყველა ბიზნესმენად დაუჭირო მხარი, ვინც მიუხედავად პრესინგისა და ბულინგისა არ დაფიქსირდა რაღაც ამ უცნაურ პლატფორმებზე, იმ ბიზნესებსაც მინდა დაუჭირო მხარი, ვინც დაფიქსირდა და მხარდაჭერა გამოხატა ესეთ ტიპის პლატფორმებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პრესინგი და ბულინგის შედეგად მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. 270,000-მდე აქტიური და მოქმედი ბიზნესია დღეს საქართველოში და ნუ ეხა 1500, რომელიც არის ნუ მთელი რაღაც ალბათ 5%-მდე მათი სახელით საუბარი, რომ აი საქართველოში ბიზნესი რაღაც პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ცოტა არასერიოზულია. 2012 წლებში რომ ვინმე რამე პლატფორმაზე დარეგისტრირებული იყო, ერთ საღამოს შეეცვლება თუ ამაზე აღარ ვსაუბრობ ნამდვილად და თუ ნახავთ ამ ხარდამჭერ კომპანიებსაც, იქ ალბათ 20-30 მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი, დანარჩენი არიან ალბათ მოდი ვთქვათ პირდაპირ ეს პლატფორმა შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომლებიც არიან ყოფილი ბიზნესმენები და რომელთა დღის წესრიგშიც აი ეს პროცესი დგას და მე მინდა ამ ბიზნესებს მივმართო, რომ ყველას უნდა საქართველოში სიმშვიდე, ყველას უნდა ევროპული მომავალი და ამაში სულ თანხმობა გვაქვს და უბრალოდ ნუ ვიზამთ ისე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც წლების წინ ბიზნესის პრესინგში დიდი წვლილი აქვთ მიღებული და გარკვეული ბიზნესების, ასე რომ ვთქვათ, ცუდი შედეგების მიღებაში, ნუ გამოვაყენებინებთ თავს პოლიტიკური დღესწესრიგის შექმნაში. ჩემ მხარდაჭერა ყველა ბიზნესს და მე მესმის აბსოლუტურად ყველასი, იმიტომ რომ მესმის რამხელა პრესინგი მიმდინარეობს, ისე როგორც ბევრ სხვა მიმართულებით ამ კუთხითაც და ნუ ყველას მინდა მოკლედ უთხრა, რომ აი ყველას უნდა სიმშვიდე, ყველას უნდა ევროპული მომავალი და ამაში მე მგონი თანხმობა გვაქვს და არანაირი სხვა საკითხი ამ კუთხით არ არსებობს. აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენს განცხადებებში და მეც ერთს კიდევ დავამატებ, აღვნიშნე დასაწყისში, მინდა აღვნიშნო, რომ აი ასეთი ტიპის ასე ვთქვათ პოლარიზაციიდან ვიტყვი პირდაპირ რომელიც ბიზნესში ახლა ცდილობენ რომ მოხდეს ზიანდება გარკვეულწილად მომხმარებელი და ამ ტენდენციას ჩვენ ვუყურებთ და მე მესმის რომ თქვენ შეიძლება ასე ვთქვათ პირდაპირ არ იყოთ ჩარეული ამ პროცესში, მაგრამ
იყო საუბარი მოხმარებების გარკვეულ ჯგუფთან, არის გარკვეული ტიპის პრეტენზიები, სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრე, რომ შემდეგ კვირაში გვექნება გარკვეული ტიპის საკითხები, ჩვენ მოგვიწევს თქვენთან თანამშრომლობა, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ მოხმარების უფლებები ამ კუთხით გვაქვს გასააქტიურებელი და ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი სტუმრობისთვის. ბიზნეს ინსაიდერი დაბრუნდება ორშაბათს. ბიზნეს ინსაიდერს წარმოგიდგენთ თეგეტა.